მოგესალმებით, მე გუგა ვარ. დღეს გაჩვენებთ რამდენიმე ისეთ პროდუქტს, რომელიც ვალენტინობაზე ნებისმიერ მამაკაცს გაახარებს. ჩვენი პირველი პროდუქტი იქნება House of Marlis უკაბელო ყურსასმენი, რომელიც გამოირჩევა მისი შესაძლებლობებით და უფრო კონკრეტულად იმით, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული ეკომეგობრული მასალით დამზადებული, ყურსასმენში გამოყენებულია ხის მასალა. ყურსასმენის საშუალო გამოყენებით დაახლოებით 24 საათამდე ძლებს. кейსში შევხვდებით Type-C პორტს და ასევე კაბელს, რომელიც რა თქმა უნდა მოყვება და ასევე კომპლექტაციაში ჩვენ შევხვდებით განსხვავებული ზომის ეგრეთ წოდებულ რეზინებს, რომელიც ჩვენი კომფორტის შესაბამისად განსხვავებული ზომების სახით შეგვიძლია მოვირგოთ ყურსზე. ყურსასმენს ასევე ინტეგრირებული აქვს მიკროფონი, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მარტო მოსასმენად, არამედ თუნდაც სხვადასხვა ზარებზე საპასუხოდ შეგვიძლია მისი გამოყენება. ჩვენი შემდეგი პროდუქტი არის ჭკვიანი საათი, უფრო კონკრეტულად Amazfit Bip 5, რომელსაც აქვს 1.91 ინჩიანი HD ეკრანი, რომელიც საკმაოდ ნათელია და ასევე შევხვდებით ძალიან მარტივ ინტერფეისს. Smart საათში შევხვდებით 120-ზე მეტ სპორტულ რეჟიმს, ასევე ჯანმრთელობის ხრივაც რა თქმა უნდა აქვს სხვადასხვა ფუნქციები, მაგალითად ის, რომ 24/7-ზე აკონტროლებს ჩვენს გულის ცემას. საათს რა თქმა უნდა აქვს Bluetooth-ი, რომლის დახმარებითაც დამატებითი აპლიკაციის გამოყენებით შეგვიძლია ამ საათის ჩვენ smartphone-თან დაკავშირება და ისეთი მარტივი რაღაცეების გაკეთება, როგორიც არის თუნდაც საუბარი, იმიტომ რომ ამ საათს დინამიკის გარდა აქვს ასევე მიკროფონი და შემომავალ ზარზე პასუხის გაცემა შეგვიძლია თვითონ საათიდან, ისევე როგორც ზარის განხორციელება. და ბოლოს ამ საათის ერთ-ერთი მთავარი ღირსება არის მისი ელემენტი, რომელიც საშუალო გამოყენებით დაახლოებით 10 დღემდე გაგიძლებთ. როგორც ხედავთ, შემდეგი პროდუქტი არის Sony-ს ყურსასმენი, ეს მოდელი არის ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი. მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და ვისაც უნდა რომ უბრალოდ მაღალ ხარისხში მოისმინოს სხვადასხვა მუსიკა თუ უყუროს სხვადასხვა რამეს, ნამდვილად გაუწევდი ამ მოდელს რეკომენდაციას. დავიწყოთ იმით, რომ ამ მოდელში გვხვდება ხმის დახშობის ფუნქცია, ANC ეგრეთ წოდებული. ეს ფუნქცია გვეხმარება ყველა ხმაურის დახშობაში. იმ შემთხვევაში თუ ვიმყოფებით მაგალითად მეტროში ან თუნდაც ხალხმრავალ ადგილას, სადაც ხმაურია, ამ ფუნქციის ჩართვის შემდეგ ეს ხმაური უბრალოდ გაქრება. საშუალო გამოყენებით ყურსასმენი არც მეტი, არც ნაკლები 35 საათამდე ძლებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხმის დახშობის ფუნქცია გავააქტიურებთ, როგორც იცით, ამ მომენტში ელემენტი ცოტა უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს და ამ ფუნქციის გამოყენებით ყურსასმენის საშუალო სამუშაო დრო არის დაახლოებით 23-24 საათი. ყურსასმენის smartphone-ზე ან სხვა ნებისმიერ მოწყობილობაზე დაკავშირება შეგიძლიათ როგორც უკაბელოდ, Bluetooth-ით, ასევე კაბელით. ეს კაბელი ყურსასმენს მოყვება კომპლექტში. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამ ყურსასმენის სწრაფი დამუხტვა. იმ შემთხვევაში თუ ყურსასმენს დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში დავტენით, ის მოგვემსახურება 1 საათის განმავლობაში. ყურსასმენს აქვს ხმოვანი ასისტენტის მხარდაჭერა. ეს არის როგორც Google, ასევე Alexa. ამ ასისტენტის დახმარებით კი შეგვიძლია ჩვენ ყურსასმენს მივცეთ სხვადასხვა დავალებები და ის მას შეასრულებს. ჩვენი შემდეგი პროდუქტი არის HP-ს სულგჩანთა, რომელიც იდეაში განკუთვნილია ლეპტოპისთვის, მაგრამ იმდენად დიდი სივრცეა შეგნით, რომ ნებისმიერი სხვა დანიშნულება შეგიძლიათ მიცეთ ამ მოდელს. აქვს საკმაოდ ბევრი განყოფილება, რაც იმას ნიშნავს, რომ აი თუნდაც ლეპტოპთან ერთად შეგიძლიათ მოათავსოთ მისი სხვადასხვა აქსესუარი, ეს იქნება დამტენი, ყურსასმენი თუ სხვადასხვა კაბელი. მისი ზომიდან გამომდინარე გეტყვით, რომ არის საკმაოდ მსუბუქი და კონკრეტულად ამ მოდელის ერთ-ერთი მთავარი პლუსი, რაც შეიძლება ჩავთვალოთ, არის ის, რომ აქვს წყალგამძლე ზედაპირი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუნდაც წვიმიან ამინდში ამ ჩანთაში განთავსებული ლეპტოპი იქნება სხვა ტექნიკა თუ სხვა აქსესუარი ნამდვილად არ დაზიანდება. და დღეისთვის ჩვენი ბოლო პროდუქტი, როგორც ხედავთ, არის House of Marlis დინამიკი. პირველი რაც თვალში გხვდებათ, არის ისევ ის ეკომეგობრული დიზაინი და სხვადასხვა გადამუშავებული მასალისგან დამზადებული წინამხარე. პირველ ყურსასმენშიც როგორც ნახეთ, იყო რაღაც პატარა ხის მასალები გამოყენებული. ამ მოდელს აქვს საკმაოდ კარგი პლუსები, მაგალითად, პირველი არის ის, რომ მუშაობს Bluetooth 5 და 3 ვერსიაზე, რაც უფრო კარგ კავშირს უზრუნველყოფს. ასევე დინამიკზე Bluetooth-ის დახმარებით შეგვიძლია რამოდენიმე განსხვავებული მოწყობილობის დაკავშირება. საშუალო დატვირთვით ძლებს დაახლოებით 14 საათამდე. აქვს IP67 სერტიფიკატი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ეს დინამიკი გამოვიყენოთ თუნდაც წვიმაში, გარეთ, ისე რომ არ დაზიანდეს. და რაც ყველაზე მთავარია, ამ მოდელს არ ჭირდება ხშირი დატენვა, რადგან მას ზედამხარეს აქვს მზის პანელი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარე სივრცეში შეიძლება ეს დინამიკი დაიტენოს სწორედ მზის სხივების დახმარებით. დღეისათვის ეს იყო ის პროდუქტები, რომლებზეც დღეს ვისაუბრეთ, მათ შესახებ დამატებითი ინფორმაცია ან თუნდაც ფასები შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე, რომელიც ამ ვიდეოს აღწერაში იქნება მითითებული. დროებით.